სადიკოვი არის გარდაბნელი და ამ სადიკოვმა ერთდროულად განაცხადა, რომ ის იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანთან ავტონომიისთვის. გუშინ მქონდა საუბარი, სატელეფონო საუბარი საიუნ სადიკოვთან. მოგესალმებით, ვინც არის ეს? ეს არის ქვეყნის დამაქცეველი გარდაბნელი აზერბაიჯანელი, რომელმაც ესე იგი უნდა მოაწყოს ავტონომია ბორჩალოს. და მან მითხრა ძალიან საინტერესო ფაქტი. რამდენად მართალია ხა უკვე თქვენ გასაჭეთ და საზოგადოება, კერძოდ მან თქვა ასეთი რამ, რომ რუსულ ეთერში გასული, რუსეთის ეთერში გასული პოზიტიური სიუჟეტები საქართველოს შესახებ, აჭარის შესახებ, საქართველოს სხვა კუთხეების შესახებ, ეს იყო მის მიერ ორგანიზებული, რადგან მას თამის თაობაზე თხოვა საქართველოს ხელისუფლება. მან თქვა, რომ ის არაერთხელ იყო საქართველოში ჩამოსული, აჭარაში მშენებლობებთან დაკავშირებით სასტუმრო მშენებლობას ახსენა და მას ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან არაერთი შეხვედრა და სხვა ასეთი ამდაგვარი რამ მიამბო. ეხლა რამდენად მართალია, მე ამაზე თავს ვერ დავდეთ, მაგრამ მე მახსენდება უბრალოდ ეს აზერბაიჯანული დელეგაცია, რომელიც მართლა იყო აქ ჩამოსული, მის შემადგენლობაში აზერბაიჯანელი ესეთი ბიზნესმენების, საკმაოდ შეძლებული ხალხის, მაგრამ მათ შემადგენლობაში იყო თუ არა სადიკოვი ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში მე ამითი იმის თქმა მინდა, რომ ხშირ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, სიტუაციიდან გამომდინარე პრეზიდენტს ახასიათებს ისეთი ამბისი, ისეთი მხრიდან წარმოჩენა საზოგადოების წარდგენა, რომ რბილად რო ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში ეს ამბავი ცალ მართალი ვერ არის. და ეს ხელწერა მისთვის, მისი ასეთი ხელწერა საქართველოსთვის უკვე საქართველოს მაცხოვრებლები უკვე მიეჩვენენ, მაგრამ ევროპისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადამიანები ამას აღიქვამენ ისე, როგორც ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი, ხო, ბუნებრივია. აქედან გამომდინარე ჩნდება განწყობები ქვეყნის მიმართ, რომელიც პოზიტიურს ნამდვილად ვერ დაართმევ. ანუ მოკლედ რო ვთქვათ, ეს არის ხელოვნურად შექმნა უпростоრად სახელმწიფოს წინააღმდეგ განწყობების ხელოვნურად შექმნა ჩვენ მოკავშირეებში, ჩვენს მეგობრებში დასავლეთ ევროპაში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში.